ხო და შემთხვევით ამოვარდა რაღაცა მანქანა. 8 ცილინდრიანი კომპრესორი. და ყველა ეს შემთხვევაში BMW-ს ცხოლების დილით მეც პატარაზე ჩავადგი მოსახვეში და დამიტრიალდა ეგრევე რა. ეშკივები აქვს დამატებული. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით კენტუსკიდან. ეხლა ვარ კენტაკში და რავი რაღაცა ტვირთი მომწეს და პერმიტების მომწეს ხაზმატი არისო. просто ეს რანაირი ხაზმატია არ ვიცი. ხო და ისაც უნდა დავაბა. ერთი ჯაჭვი აქ უნდა. მეორე ჯაჭვი აქ უნდა. მესამე აქ უნდა. მეოთხე კიდე აქ უნდა. და მიგვაქვს ეს ტვირთი ბრონქში. ქუშინი ყავი გაჩერებული ტოლედოში. ხოთარი ელადი Facebook Markets. ხო და შემთხვევით ამოვარდა რაღაცა მანქანა. ხო და ეგ მანქანა ჩამოვა ნიუ-ჯერსში. ხო და არასკო ჩამოვა საღამოთი და შაბათს გადავიღებთ რა მანქანა არის როგორ არის და განახეთ რა მანქანა არის. ზოგს მოგეწონებათ, ზოგს არ მოგეწონებათ. გააჩნია ვინისი მოყვარულებსაც. ხო და დავოდი მიწათე ხამას დავავა და აგარ მიჩხაება რომ ჩავიდი მალე ჯერსიში. დავოდი და დროებით. დავავა ეხა უსპათ და გავეშვებ. ეხა ვარ ბრონქში და მაგარი საშინელება ხდება. ახეთნაკენ ნაგავსაყრელი არის. იქითკენ კონსტრაქშენია და ძალიან ცუდად გილას ტრიალდები წინ. ის არის რომ ცეცხლმაქრი არის. აჟარნია. ხო და წნას იმაშობა იღებენ. და ხა კამინერებს უნდა შევიდე დავაწყოთ. და რაღაცა უნდა ვიჩადე ჩემ. ოკეი. იმედია კარგად შევა. არ მასტიან მანქანები ვაფშე წესიერად მოძრაობას. მოკლედ შემოვაყენე, იქიდან შემოვედი. იქიდან შემოვედი, აქ გამოვედი, აქ ავამატარეს. მე ბოლომდე ჩავედი. და მე ბოლომდე აქეთკენ შევამაყენეს, просто გარეთ იყო მაგარი საჩალიჩო რა და გარეთ მაგარი ვიპახავე, ხო და მოგალი ხა დავიცლები. მე უცებ პიკაპს ავიღებ და სახში მეჩქარება, მაგრამ რომ მანქანა უნდა გავაფორმო რამენაირად მოვასწრო რა. წავედი ცოტა ვიცლები და შემოგიერთდები. გვერდან სანასა ის პატარა ჩამოიჭრებს და ეს დიდი ფორკლეფტი კიდე ვერ იმაშვება რა თქია ვერერება. ხო და ეხა ფორკლეფტს ერთმანეთს აბავენ. და რო გადააბავენ, მე უნდა ჩამოიღო, მაგრამ რაღაცა შეშვებიან და არაფერს არ ვეუნები რა თავის საქმეს თვითონ იცია რა. ხო და ნახოთ რა სიზაუნეთ. გადავიღებ ჩამოღების პროცესს. Demo. I know. Yes, so it. Sta ხამე უნდა ვიواشკას. აი სარიც მაო ნამდვილი ძღოლობა რა. ნამდვილი ძღოლური არის ეს. ჩამოვაგდოთ არ გვინდა. ესაც ჩამოვაგდოთ არ გვინდა. უყურებთ. დიდი არაფერი, მაგრამ ესაი რა. წავედით ახლა და პატარა გვეჩქარება და იმედია მალე მოგცემენ ახლა ფურცლებს და დავუშვებით წავალ. ახლა მოგესალმებით. ის ბიჭი ეს უნდა ჩამოიყვანო მანქანა რა. ძალიან ბევრი ქონდა სასიარულო. ხო და რავი რა. ძალიან მიჯიქრა და ჩამოდის ახლა. ჩამომიყვანს მანქანას. ეხლა ჩემს მაკაცს ველოდები, ჩემს მაკაცი გამომივლის და გადავალთ სადღაცას სადაც აქვს დელივერი
20 წუთის გზაა და კიდე 8 წოლოთ. გადავალ და იქ დავხვდები და იქიდან წამოვიყვან მანქანას რა. ხო და ერთი სული მაქვს. წავიდე, ახლა ბიჭები გამომივლიან, ჩავჯდებით და გადავალთ რა. ეხლა ბრალოს ავიღებ. წამოვიყვან ჩემი ნომრებით, გუშინ ვიყავი უკვე გავიფორმე მანქანა. ნომრები ავიღე. გუშინ, ხო, გუშინ ვიყავი, გუშინ რომ დავადელივერე, მე ტვირთიც ავიღე, პიკაპი ავიღე და გავიარე. ნომრები ავიღე. მაგალითად მაგარი ვიწვალე, მანქანის გასაჩერებელი ვერსად ვერ ვნახე და ბოლოს მომიწია Walmart-ის ეზოში გაჩერება და Walmart-ის ეზოდან ტაქსი გამოვიზახე და ტაქსით წავედი რა. ხო და რაც ოკეი არა უშავს, თავარია ჩამოვიდა მანქანა და ერთი სული მაქვს რომ გამოვიყვანო და გემრიელად გავატარო. ოსტა ღამე არის ახლა. თან მოწვიმული არის. სველი არის გზა და როგორც მინდა და როგორ გემრიელადაც ფიქრობ ეგრე ვერ გავივლი რა. თან ხვალ დილით თუ ნავდგე და წავიდე რეისში. ხო და ხვალ იმედია რაღაც ნათელზე მაინც განახეთ. ხო და ხვალ დილით თუ ნავდგე რეისში უნდა წავიდეს რაღაც ეგრე პირველი ორისკენ ხო და რაღაცას ვიზაო. ცოტა მაინც გავაკეთებ რაღაცებს, გადავიღებ მანქანას რა არის, როგორ არის, რანაირი მანქანა არის და პატარას გავატარებ და მამ ვიდეოს დავდებ და შემდეგი ვიდეოსის კიდე რა ვიმედია ძალიან საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე ამ მანქანაზე. ხო და უყურეთ BMW-ისაც გევასებათ და Mercedes-ისაც გევასებათ, იმიტომ რომ რავი, ჩემ ახზე უკვე თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ იქნება ხოლმე რაღაც საინტერესო ვიდეოები რა. ყველაზე მაგას რაც მისწორდება კიდე არის, რომ ჩემით მინდა რომ ვიჩვენო ყველაფერი. რაღაცის მოხდა იქნება, რაღაცის გაკეთება იქნება, როგორც ტრეილერზე მუშაობ, იგივენაირად გავაკეთებ პატარა მანქანაზეც რა. მოგეთ ახლა მოვლენ ბიჭები და წავალ. მითხარი რას ფიქრობ მაგ მანქანაზე სადაც მივიდივართ ახლა? ეხლა მივიდივარ ჩვენ მენვილში. უნდა წამოვიყვანოთ S-კლასი. 8 ცილინდრიანი კომპრესორი. ეგ ვიცით რაც უნდა წამოვიყვანოთ და როგორ საიდა რა. კიდე რა აქვს გაკეთებული მანქანას და რას ფიქრობ BMW-ებთან როგორ ვივლით და რას გავაკეთებთ? გააჩნია ეხლა ვიათები გაასწრებს სტოქსზე და მამას მანქანას ვერ გაასწრებს. 740-ს ვერ გაასწრებს ეხლა BMW-ს. ჩურე? 740-ს ვერ გაასწრებს? ვერ. ოკეი. ჩემი YouTube-ს უყურებ ხოლმე, ხო? კი, აბა რა კაც. უყურე ხაზი, კარგად ხოლმე უყურე, ჩაუჯექი ხოლმე YouTube-ს. ვიცი. ოკეი. ეს თქვენი მანქანა. S-კლასი 2006 წლიანი. 5 კომპრესორი. რა დღე განახეთ უკეთესად. წავედი და მოკლედ და ხვალ განახეთ დღეზე როგორია რა გავატარო. მოკლედ გამოვედი კათენა მეორე დღე. ძიაზვიად იმ გამირეცხა დისკები მე ხელი არ დამადებინა, მე გაგირეცხა საკაიფოსა და იმენა გააზიპინა ყველაფერი. 4-ვე დისკი. ხო და გაკრიალებულია, მაგრამ ბიჭო გაანებეთ. სკაიონი კი არა შეჭი. აღარ მახსოვს. ხო და აქ კიდე ყავს ერთი კომპრესორი. CLS-ი. ეს მაგარი ხოდელა მანქანა არის. კაი პიპი არის ესეც. თანთერსკი არის. просто ეს მანქანა არის სტოკი რა. და აპირებს ესეც რომ რაღაცები გაუკეთოს მანქანას. სალონიც კაი მდგომარეობაში აქვს ამას და კერია. კაი პიპი არის მოკლედ. და აქედან კიდე არის ეს 740. ეს კიდე SL 550. მაგარ დასწორეს ესაც მაგარი საკაიფო მანქანა არის.
რო გადახდი. ეს არის რა. წავედი მოგეთ ახლა. მე რას გავარიცხავ. გარიცხავს. ზვიადი ზია და განახეთ მე კარგად მანქანას. მოკლედ გამოვედით ახლა. გავარიცხეთ მანქანა რაღაცეების ეს და ირაკლის წასული იყო. მოგესალმებით შეიძლება. მოგესალმებით. Mercedes-ის მოყვარული კომპრესორის. Mercedes-ის მოყვარული კომპრესორის მოყვარული არის. საქართველოში ყავდა E-კლასი 5.5 კომპრესორი, მოშკიული, მობროჭილი და S-კლასი ყავდა ჩემი მოდელი რაც არის მაგის შემდეგი 6.5 V12 და მოკლედ ახლა მე რაღაცა კაროკარ მომწონს და იმას ფიქრობდი რომ დაპროგრამებული რო თქო მაგიტო ხო არა რა თქო ესეთი გადართვები რო აქვს თქო იმიტომ რომ Mercedes-თან ამ წლოვანებისა ცოტა ტლანკი გადართვა აქვს რა ხო და ეხლა მან პატარაზე რაც გაატარა დაპროგრამებული აქვს და მაგიტო რთავს ეგრეო რა ხო და რავი ამან უკეთ იცის მაინც ეხლა და გავატარებ და ვანახებ ვარგა დაპროგრამებულია 7000 რეგალაც უნდა იყოს. ის არის რაც უნდა იყოს. კარგად მე ხო? გადაცემათა გოლობს. არის ცხოველი. Просто მანქანაზე გვინდა ინტეიქები აუცილებლად. კი. შემშვები ჭირდება, დიდი ზომის დროსელი. კიდე ბენზანასოსი ჭირდება 550-იანი ფარსუნგები რო აღენია. სპრისკი, ეგრეთ წოდებული სპრისკი 550-იანი ბოშის არის და ბენზანასოსი ჭირდება უფრო ძლიერი და ქვედაშკივი არის ქარხნული და ეგეც შესაძლებელია. ხო რა. ეგენი გაქვს. გამშვები შეცვლილი აქვს, რაც თავარია გამშვები, გაგრილება აქვს და შკივები ხო რა, ანუ 50% შკივები შეცვლილი. ხო რა, ანუ ერთადერთი შკივი დარჩა მარტო შესაძლებელი. კალენვალი შკივი ქვედა. ხო, კალენვალი 75-იანი რო დავაგეთ. ხო რა. ვარგა. ვარგა. ხო რა, მოკლედ ზედაშკი გაჩუქეს თუ იყიდე. ვიყიდე და თან ნაჩუქარფასაც ვიყიდე მაგარი. ნაჩუქარფასაც ვიყიდე მაგარი. კოლექტორები შესულია, გამშვები შესულია და შკივები აქვს შესული და რა ბევრი რაღაცები უყენია ფასიანი რა. ანუ იდეაში მანქანაში რა ფასის გადავიხადე 80% ხო რა ინფასის ნაწილები უყენია რა. თან აბა 22-ზე ყველაფერი არის. 22-ზე არ გავდივართ? აღარ 22-ზე გასვლა. VRP არის ყველაფერი. ხო, VRP არის ყველაფერი და ბარემ VRP-ს დავაყენებ საერთოდ. ბარემ ერთი ქვედა გაგრილების რადიატორი არის, პომპასთან ერთად შეცვლილი. ერთი გადაგაჩერია, აბა გარედან გადავუღოთ ერთი. შეგვიძლია რომ გავაკეთოთ დამატებითი პომპა დავუყენოთ. პომპა რა, მოდიში ის რადიატორის ზევით მხარეს რომ გაგრილება ქონდეს მეტი. ხო რა. და მე ვაწოლოთ მე ვაწოლოთ ის მანქანები რომელსაც შეიძლება ხარ არ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება კომენტარები დაწერონ. მოგეთ ახლა განახეთ მანქანას როგორი არის, რა გუშინი განახეთ, მაგრამ სალონი აი ძალიან მაგარ მდგომარეობაში. წინ ეთყობა ეხა რომ შიგნით ხალხი იჯდა და რაღაცები, მაგრამ აი უკან ის წინათ საერთოდ არაფერი არ ჭის, მაგრამ უკან სალონში აი ძალიან ყველაფერი იდეალურად არის. იმენა აი გეგონება ვაფშე ადამიანი არ ჯდომილაო რა. ეს ვანახოთ. ჯერა რა. ეგარი. ესე გამოიყურება. ვან ერთი დაადგია ბაე. დაადგია ბა. ვარგა. კაია. ერთადერთი რაც აქვს შიტოკი აქვს გასაკრას კი აქ გატეხილი და აქ დამატება უნდა და გაკეთება უნდა. ვიდეოში გამოჩნდება შეიძლება ქვედა რადიატორი გაგრილების რომელიც ხო ეს ჩანს რა, ესაც VRP საყელია. აი აქ დგება დამატებით ერთი რადიატორი კიდე VRP რომელიც ეხმარება კომპრესორს გაგრილებაში. ეს არის კომპრესორის გაგრილებისთვის გამოტანილი. ეს შკივები აქვს დამატებული. ბოშის ინჟექტორები აქვს და მაგნიტის გავაშენებია. ეს ძალიან ზვირიანი რაღაცეები უყენია, ძალიან ბევრი რაღაცეები რა. ძალიან ბევრი aftermarket რაღაცეები უყენია და
თან ყველაფერი რაც უყენია რა, აფტერმარკეტი ყველაფერი კაი უყენია რა. ყველაფერი ბრენდი. მოკლედ ეს არის. შემდეგ ჩამოსაძე რომ ჩამოვარ. ალბათ ინტეიქებს დავაყენებ. შკივი არ ვიცი შკივს მოვასწრებ თუ არა. ხო და დაინოზე მინდა რომ დავაყენო რა. ნახოთ რა იქნება, რას დაწერს და როგორ იქნება. წავედი მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი. რატო? საბურავი უნდა იყოს 275 გაზ და აქ წესი 265 უნდა იყოს. სიფართი უნდა ქონდეს 285 და ამ დღეს 275. უშინ ნახე, რო წავიკითხე ზომა, აი ხომ ხარ. 275 აქ უნდა 285. კიდე უფრო ფრანტი საბურავი უნდა იყოს. დააგვირდები ეს დისკი. ძალიან არის შიგნით და სავარაუდოდ ეს 8G უნდა იყოს, 9G არ გონია. ძალიან არის ეს. ამანქანის მოდების ჩემი აზრით ვიწრო საბურავი ვიწრო დისკი. ხო რა, მოკლედ ეს არის. წავედი, გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ ამანქანაზე და ტრეილერზე. ხო რა, ანუ არსად არ წავიყვანთ ხელოსნებთან. ჩემი შევცით ხოლმე ყველაფერს და მაქსიმუმ ვანე დამეხმარეს ხოლმე რა. და ყველა ეს შემთხვევაში BMW-ს ცხოველების გარაჟში გავაკეთოთ ეს მანქანა რა, დალში არაფერი არ გქნება მაგათთან შეხება. სამი BMW-ა გაფუჭებული გარაჟში დგას, ერთს ხიდი აქვს ჩაშლილი, მეორეს არა, მეორეზე უკვე გამოცვალეს კლადიშები, აპკატკაზე ყავს. მოდიში რაღაც ნაადრევად ვიმტერებთ მაგაც და მოდიში ის რუსულ ჟარგონებს ვიყენებ, მაგრამ აბა ეხა ჩაადგი ESP გამორთულზე როგორ წაიღებს ერთი. იქიდან თუ მანქანა ძალიან ტლანკი არის და ძალიან დიდი არის. დილით მეც პატარაზე ჩავადგი მოსახვეში და დამიტრიალდა ეგრევე რა. არა, ანუ იქიდან კონტრაზე გაგისროლა და იქ ვეღარ დაიჭირე და ეგრევე. მაგალითად რეზოს მანქანა მეორეში ეგრევე სწრაფად არ თავს და ამის პრობლემა კი არა, კარუკარო დაბრაშებული 7000 უცებ დაატრიალა. კაროჩე ეგ არის რა, წავედით და შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ, მალე იქნება შემდეგი ვიდეო დროებით. 1 2 3 მოდი, კაი.